რა მოხდა თუ კი ვეღარ შევხვდებით? ამ ქვეყანად რაც კი ხდება შემთხვევით მარადიული ის არის მხოლოდ და ასეთია ყოველთვის ბოლო ნამდვილი გრძნობის, განცდის, დავნების და მეც ამ დიდი კანონის ნებით მიყვარხარ. მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფის სცენის სურნელი ახლავს, რაც არც უხდება და არც სჭირდება. ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს, შენგან მრავალი ტკივილის მნახველს და გზა, რომელიც გაიყო ორად და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად, იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი თავისი ღორღით, მტვრითა და ჭრდილით ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს, რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად და რისხვა გულმა, რაც დააგუპა, რაც გულს აქამდე ძალით ეკავა, წვრილმან გრძნობების წასალ ეკავად გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი და უსასრულოდ დღისით თუ ღამით და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით იქცეს კოშმარად და მოჩვენებად და გიფრთხოს ძილი და მოსვენება, რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად. მე რა მოხდა? თუ უცხო თვალი, ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი ბაგეს გადასცემს დამწინავ ღიმილს და იმ ღიმილის უხეში ქიმი გაგვივლის გულში, შენ კი გახსოვდეს, რომ ვერ მიაგნებ ხსნას, ვერ აწოდეს, რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც და ჩემი სულის ყველა ნაფოტი იმ კოცონისთვის მზადდება ახლა, რომელზეც შენი სურვილი ახვალ. მაგრამ იქამდე შენი სახელი, ვით ჩემი მტრების თანამზრახველი, ან ვით ურჩხული ცხრა ხმით, ცხრა ხელით დამახრჩობს თუ კი ამ ოძახებას ვერ შევძლებოც.